პრემიერ-მინისტრის მოსმენა იწყება პარლამენტში. ირაკლი კობახიძე ინტერპელაციის ფორმატში წარსდგება კანონმდებლობის წინაშე. საკანონმდებლო ორგანოში ის ფრაქცია ქართულმა ოცნებამ დაიბარა. კითხვები ორ ძირითად მიმართულებას ეხება: განათლების რეფორმას და იგილ ჰილსის პროექტს. მოქმედი რეგლამენტით კითხვა-პასუხის და დაზუსტებების შემდეგ გათვალისწინებულია ასევე დებატები და სიტყვით გამოსვლები. პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს. თეონა მანაგაძე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. მისგან უფრო მეც მოვისმენთ, მანამ სანამ დაიწყება პრემიერის გამოსვლა. თეონა, გისმენთ. პრემიერ-მინისტრი უკვე პარლამენტშია. ირაკლი კობახიძის ინტერპელაცია რამდენიმე წუთში დაიწყება. მთავრობის ხელმძღვანელი საკუთარ გამოსვლას დაიწყებს იგილ ჰილსის პროექტთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძე დეტალურად ისაუბრებს იმის თაობაზე, რა სახის შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და არაბულ კომპანიას შორის და რა ეფექტი ექნება ამ ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაზე. როგორც მოგეხსენებათ, არაბული კომპანია საქართველოში განახორციელებს 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას და ეს პროექტები განხორციელდება როგორც დედაქალაქში, ასევე გონიოში. ამ საკითხს მართველი გუნდი ქართული ოცნება განიხილავს პოლიტიკურ კონტექსტშიც. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ამ მასშტაბის ინვესტიცია საქართველოს ისტორიაში არ განხორციელებულა. ეს არის პირველი პრეცედენტი, როგორც ისინი ამბობენ, სწორედ ამიტომ ამ პროექტს თავს ესხმის ოპოზიცია, განსაკუთრებით კი პარტია ლელო. მართველი გუნდი საუბრობს იმაზე, რომ ამ სახის ინვესტიცია ქართული ეკონომიკის ტრანსფორმაციას მოახდენს და ერთგვარად ქართული ეკონომიკა სხვა ახალ ეტაპზე გადაინაცვლებს. ქართული ოცნება ხაზს უსვავს იმას, რომ ძლიერი ეკონომიკა ძლიერ სახელმწიფოს და ძლიერ სუვერენიტეტს ნიშნავს, რის გამოც, როგორც ისინი ამბობენ, ოპოზიცია ამ პროექტს თავს ესხმის. რაც შეეხება თავად კითხვებს, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მოიწვია ქართულმა ოცნებამ, ფრაქციამ, მათი მხრიდან დასმული არის 15 კითხვა და ამ კითხვებში არის ასევე მოაზრებული დაზუსტებების ფორმატიც. ამ კითხვებს უპასუხებს სწორედ დღეს ირაკლი კობახიძე. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღეს მთავრობის ხელმძღვანელი გამახვილებს ყურადღებას, ეს იქნება განათლების მასშტაბური რეფორმა, ის რეფორმა, რომელიც თავად ცოტა ხნის წინ, რამდენიმე თვის წინ წარადგინა და რომელიც გულისხმობს იმას, რომ ქართულ განათლების სისტემაში არაერთი ცვლილება არის დაგეგმილი. ამ პროექტთან დაკავშირებით ქართული ოცნების მხრიდან დასმული არის დაახლოებით 6 კითხვა და ამ კითხვების საპასუხოდ უკვე მოვისმენთ ჩვენ პრემიერ-მინისტრის პასუხებს. შეკითხვები, რაც დასმულია ამ შემთხვევაში თვითონ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საზოგადოებაში გავრცელდა. ის თაობას არაერთი განმარტება გაკეთდა როგორც მთავრობის მხრიდან, ისევე პრემიერ-მინისტრის მხრიდან, თუმცა ვინაიდან საპარლამენტო პროცედურის შესაბამისად დაბარებულია პრემიერ-მინისტრი, კითხვები წერილობით არის დასმული, შესაბამის პასუხებს ის პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც გაავრცელებს. პრაქტიკულად ეს იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც უკვე ისედაც ამოწურულია საჯარო კომუნიკაციის დროს, მაგრამ დამატებით თუ რაიმე შეკითხვები იქნება, ცხადია დეპუტატებს ყველას ექნებათ შესაძლებლობა დაზუსტების და დამატებითი კითხვების დასმის ამ საკითხზე. მოძრაობის რეჟიმის დროს თუ კი რამე ქართული იყო და ქართული აზროვნების სასწავლი იყო, ყველაფერი პრაქტიკულად არის განადგურებული განათლების სისტემაში, როგორც სასკოლო, ასევე საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში და ამასთან დაკავშირებით ეს დიდი რეფორმა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საჭირო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ის დიდი ინვესტიცია 6.5 მილიარდი დოლარის ოდენობით საქართველოში და ის ბრჭყალებში წუხილები ნაცმოძრაობის და მისი ფილიალების და მისი პატრონების დაკავშირებულია ზუსტად იმასთან, რომ ასეთი დიდი ინვესტიცია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას წინ წაწევს და ბუნებრივია, რომ ასეთი დიდი ინვესტიციით ეკონომიკურად მძლავრი ქვეყანა გახდება საქართველო, რომელიც უფრო ძლიერად დაიცავს სუვერენიტეტს. ეხება განათლების რეფორმას, მეორე უპრეცედენტო ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში და ფაქტობრივად ორივე მიმართულება არის ისეთი საინვესტიციო პოტენციალის, რომელიც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან კეთილდღეობას უზრუნველყოფს, ესეთი არის განათლება და ესეთი არის 6 მილიარდის ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ თუ ვინმე საიმე კითხვები აქვს ამ ყველაფრის შესახებ, ვფიქრობ ამოწურავი პასუხი გაეცემათ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ეს მიმართულებები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება შეუფერხებლად ვითარდებოდეს. 11 მილიარდამდე ეფექტი, რომელიც ამ მნიშვნელოვანეს პროექტს ექნება ჩვენს ეკონომიკაზე, 30,000-ზე მეტი დროებითი და მუდმივი სამუშაო ადგილი, წახალისება შესაბამისი
მიმართულების, რომელსაც ქვია ტურიზმი და რაც არის ფლაგმანი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ფლაგმანი ეკონომიკის და განვითარების ეკონომიკური მდგრადობის გავლენა ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას. ეს არის ის ძირითადი ეფექტები, რომელიც MR ჯგუფის ამ უპრეცედენტო ინვესტიციას ექნება ჩვენს რეალობაში და ბუნებრივია, რომ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის არის მიუღებელი საქართველოს ესოდან ეკონომიკური გაძლიერება, რადგანაც ძლიერი ეკონომიკის ქვეყანას წარმოადგენს ძლიერი სუვერენიტეტის მქონე ქვეყანა. მე-11 მოწვევის პარლამენტში ირაკლი კობახიძის პირველი ინტერპელაციის ფორმატი გაიმართება. ამ ფორმატში, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი მოიწვია ფრაქცია ქართულმა ოცნებამ და სწორედ კითხვებიც მათ ეკუთვნით. თუმცა, რეგლამენტი გულისხმობს იმასაც და აკეთებს დაშვებას იმისასაც, რომ ოპოზიციამაც დასვას კითხვები და უკვე ამ კითხვებს თავად პრემიერ-მინისტრი უპასუხებს. მოგეხსენებათ, რომ ინტერპელაცია არის ფორმატი, როდესაც პარლამენტის წევრები მთავრობის წევრებს მიმართავენ კითხვებით, უკვე კონკრეტული პასუხებით კი მთავრობის წევრები პარლამენტში მოდიან. მადლობა თეონა მანაგაძე იყო პირდაპირ ეთერში.